გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, ობიექტივის ტელესტუდიიდან. თითქმის 50 წუთის განმავლობაში თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში ვიქნებით მე, ირაკლი კობრავა და ბატონი ოთარ ჭიჩანავა. მოგესალმებით ყველას. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში. ჩვენ შევეცდებით თქვენს მიერ დასმულ კითხვებს ობიექტური პასუხები გავცეთ. შეგვიძლია პოლემიკაში შევიდეთ ერთმანეთთან, ოღონდ ჩვენ თხოვნა იქნება იყოს კორექტული ეს საუბრები და რაღაც მიზნისკენ მიმავალი, რომ ჩვენ გვინდა თქვენგან გავიგოთ რა პრობლემებია ქვეყანაში, როგორ უყურებთ თქვენ ამ პრობლემებს და გამოსავლის ძებნა გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, განვითარება და მომავალი თავებებისთვის ისეთი ქვეყნის დატოვება, რომელიც ნორმალურ ცხოვრების პირობებს შესთავაზებს თავის მოსახლეობას. ქვეყანაში ოთარ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. სფერო არ არის, რომ პრობლემატიკური არ იყოს, მაგრამ მოდი რამდენიმე სიტყვით სოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ პირდაპირ და ირიბად მაინც გვეხება ჩვენ როგორც პატარა ქვეყანას ეს პროცესები, რაც სოფლიოში მიმდინარეობს. საინტერესოა ერთი საკითხი, ახლა ვიტკოფი არის ამბის კარგი მიმტან-მომტანი, მაგრამ ჯარელდის დანიშვნა ეს უბრალოდ სიძე არ არის მისი პრეზიდენტის, ეს ის ადამიანი, რომელიც აგვარებდა თქვათ ისრაელ-პალესტინის საქმეებს, ახლო აღმოსავლეთის საქმეებს და ხო ვიტკოფი გადასცემს, რასაც თქვათ დონალდ ტრამპი დააბარებს და იქიდან წაიღებს იმ ამბავს, მაგრამ კუშნერი არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი აზრიც გამოთქვას და თავისი აზრიც შეუთანხმოს გინდა პუტინს და გინდა ვისაც გინდა უმაღლეს თანამდებობებს. რა ვიცი, შენ შეხედულება აქედან დავიწყოთ და ეს პრობლემები მთლიანად რა შეხებაშია ჩვენთან და როგორ არის მიმოვიხილოთ ესე ზოგადად. მოგესალმებით ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს და მართლაც ძალიან საინტერესო მოვლენები მიმდინარეობს ახლა უკრაინის გარშემო. 28 პუნქტი, რომელზეც იყო საუბარი, შემდეგ 19 მერე გაიზარდა, ზოგი დაიკლო, 22 იძახენ და ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ის რაც ნახეთ ჩვენ და საკითხული გვაქვს და მოსმენილი 28 პუნქტთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირ კაპიტულაცია უკრაინის, იმიტომ რომ იქ არც ერთი პუნქტი ხელსაყრელი არ არის უკრაინისთვის და ეს არის მართლაც ალბათ მიუღებელი იქნება უკრაინის ხელისუფლებისთვის, ამიტომ გაიწელა ეს პროცესი და ამ დოკუმენტის მიღება და ხელმოწერა. პრინციპში მოგვიწევს ეხლა ტრამპს მოწყინდა უკვე ეხლა უკრაინასთან ეს თამაშები და კუთხეში მიაყენეს კიდევაც რომ პირდაპირ ოფისის უფროსი დასაჭერად გაუმზადეს და უკვე გაიქცა ევროპაში, ეხლა ევროპას და განცხადება თუ მოისმინე მაგის რომ მე საერთოდ არ ვაპირებდი ომის დაწყებასო. ანუ დაიწყებს ჩაშვებას ეხლა რაც მოვიდა ხელისუფლებაში მას მერე ამას აბრალებს რა თქმა უნდა ბაიდენის ადმინისტრაციას და თავად ბაიდენს. ეხლა უკვე იმ ეტაპზეა რომ უნდა და ალბათ სწრაფად მოეწერათ ხელი და რაღაც დაეწყოთ. მშვიდობისკენ გადაედგა კიდე ერთი ნაბიჯი, მაგრამ იქ რუსეთის ხელმძღვანელობა სხვანაირადაა განწყობილი, უკრაინის ვიცით და ეხლა ბოლო განცხადება ვიცი, რომ ხელი აქვს ჩაქნეული ევროპელებმა მიხედეთ ამ ამბავსო არც დაფინანსება წავაო უკრაინაშიო და არც სამხედრო დახმარებაო და არ ვიცი, ეს არის ადამიანი, რომელიც დღეში რამოდენიმეჯერ ცვლის გადაწყვეტილებას და ხვალ რა ფეხზე ადგება და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ესეც არავინ არ იცის. ამიტომ წინასწარ რაღაც პროგნოზების კეთება ამ მიმართულებით ძალიან რთულია, მით უმეტეს იმ პირობებით, რომელთაც დაყენებული აქვს რუსეთის მხარეს, რომელიც ითხოვს ჯერ არ დაკავებული ტერიტორიების განთავისუფლებას, ესე იგი ჯარის განახევრებას, ნატოზე უარის თქმას, ბევრი ისეთი რამ არის ჩამოთვლილი, რაზეც უკრაინა პრინციპში არ უნდა წავიდეს, იმიტომ რომ თანაბარი ის არის ახლა სამხედრო დაპირისპირების თვალსაზრისით სიტუაცია
და უკრაინასაც არ აქვს ისეთ საქმე, რომ ეხლა ასეთ დოკუმენტს მოაწეროს ხელი და თქვა რომ მე ჩავეხსენი, აღარ დავეხმარებიო და ვინ დაეხმარება? ვინ დაეხმარება? არის ეხლა რა თქმა და იმან სოფლიო ბანკმა ხო არ უთხრა რუსეთის გაყინულ აქტივების გადაცემაზე. ამათ იმედი ჰქონდათ, რომ იქ გარანტიას მისცემდა სოფლიო ბანკი და ევროკავშირი 210 მილიარდია გონე იმაში ბელგიაში, დანარჩენი სხვა ქვეყნებში და ამას გამოიყენებდნენ. ტრამპმა თქვა 350 მილიარდი კონვერტებით უგზავნაო ბაიდენმაო და ჩვენ მოვრჩით მაგასო. კონგრესმა მიიღო ეხა დოკუმენტი 2 კვირის წინ, რომელიც სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს და რაც არ უნდა შეცვალოსო ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტს არ ექნებაო იმხელა ძალაუფლება, რომ ამის შეცვლას შეუწყოს ხელიო და არ ვიცი ეხა თვითონ არ არიან გარკვეული, ამიტომ ძალიან ხვალ შეიძლება სულ სხვა რიტორიკა მოვისმინო ტრამპის მხრიდან და ძალიან რთულადაა საქმე, პოზიციები არის ისეთი გაჯიქებულია ორივე მხარე, არავის არაფრის დათმობა არ უნდა და ამიტომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა იწელება, მაგრამ რა ვიცი, ახლო მომავალში ალბათ არა მგონი უკვე უნდა დაამთავრონ და ესეთი მოარული ხმები დადეს რაღაც ჭორის დონეზე, რომ ეს კუშნერი იმიტომ ჩაერთო, რომ იქ ოდესის ოლქი ებრაელებს უნდათო. ებრაელებს უნდათ და ესეთი ხმები დადეს, რომ ეს ოლქი აიღონ და იქ დასახლდნენ და რაღაცა აშენონ, რაღაცა ანკლავასავით. არა, გამორიცხული, ეს კაცი ყველაფერს ბიზნესის თვალით უყურებს და იქ გვახსოვს წლის დასაწყისში როგორ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ იქ ეს უკრაინული მიწები, რომელიცშიც არის ძალიან ბევრი წიაღისეული და ძალიან საინტერესოა ეკონომიკური თვალსაზრისით, ამის გაცვლებზე დაიწყო საუბარი. არა მარტო უკრაინაში, ხო, ვიცით რომ ანტარქტიდაზე დაიწყო, იქ დანიას შეეხო, მეზობლებს, პანამას, რა ვიცი, მოკლედ. და ეხლა ვენესუელას მიადგა, იმიტომ რომ ნავთია იქა და ნავთი უნდა, მაგრამ რა ვიცი, ძალიან ბევრს მოედო და ეხლა ტრამპი რომ მოვიდა, ისე რაღაცაერთ როგორ იყო, იცი დარწმუნებული ერთადერთი ადამიანია, რომელიც ჯადოსნურ ჯოხს აიქნევს და ყველა პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ხონდა ცოდნოდა რომ ჩინეთი არ არის ჩინეთი, რომ ხელის გადკაცულებით რაღაცას გააკეთებენ, რუსეთიც, აგერ ინდოეთიც და თურქეთი აუხდა. თურქეთი თავის საქმეს აკეთებს დამოუკიდებლად, ნატოს წევრი ქვეყანა და რა ვიცი როგორ მოგვარდება. სამაგიეროდ აქ რუსეთმა მოიცალა ჩვენთვისაც და ლავროვმა გააკეთა განცხადება, დროაო ქართველებმა უკვე აღიაროთო აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობაო და ესე უბრალოდ რომ დავილაპარაკოთო, ეს უკვე წარსულში დარჩაო, ეს უკვე ისეთი პროცესიაო წასულიო, რომ ამას უკვე არაფერი არ შველისო და დავილაპარაკოთ და დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთო, ხა. ბევრმა ვინც ამ ქვეყანას ემხრობა, რა თქმა უნდა, გააზიარა ეს ამბავი და კაი ამბავია, თურმე ეს უნდა დავიწყოთ, ესე იგი ჩვენ ქვეყანაში უნდა დავხუჭოთ თვალი, რომ თბილისის გარდა კიდე 2 საელჩო იქნება სოხუმში და ცხინვალში და ამას უნდა შევეგუოთ თურმე. რა ვიცი ხა. არა, საერთოდ ლავროვი ცოტა სხვა ტიპის ლობისტია. აი აფხაზეთში და იმაში ჩვენ ვიცით დღეს ვინ არის უმეტესობა და მართლობა ვის ხელშია და მაგათი ლობისტი არის ლავროვი და ეხლა ესეც არ გაგრძელდება მგონია, იმიტომ რომ რუსეთს რაში აწყობს ეხლა ესეთი დაძაბულობა. მით უმეტეს უყურე თუ კომერციულაზეა ლაპარაკი, სოხუმიდან რკინიგზის გახსნა, აქ შავი ზღვის გამოყენება, აქ ისა ბევრი რაღაცა შეიძლება ისეთი გაკეთდეს, რომ მერე დათანხმდნენ, რომ რაღაცა ფორმით შემოვიდნენ ნელ-ნელა ეს სამაჩაბლო. მე უბრალოდ ბევრი ცუდი ხელისუფლება გვყავდა, უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ისეთი ხელისუფლება არ ამგონია ქვეყანაში იყოს, ან მომავალში, ან ეხლა არის, რომელიც დათანხმდება ესეთ რაღაცას, რომ თვალი დახუჭოს იმაზე, რომ აფხაზეთი და არ ამგონია, ვერ დაბედოს დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. ზარია გისმენთ. ვერ წარმომიდგენია. არა, მაგას ვერ გაბედავენ. გამარჯობათ. გაგიმარჯოთ. საქმე იმაშია, ახლა ახსენეთ, რომ ლავროვმა უნდა
აღიაროს თუ რაღაცა ჩვენ ვაღიაროთ აფხაზებს. საქმე იმაშია, თვითონ აღიარეს რომ აფხაზებს იარაღი მიაწოდეს, უბიდგეს ომისკენ, მე თვითონ ლიძავიდან ვარ. მე მინახია როცა სოფელი იწოდა 25 სახლი ერთ ღამეში. აი ეს აღიარეს, მაგრამ მე მინდა ბოდიში მოუხადო რუსეთს, აფხაზებს და ოფიციალურად განვაცხადო რომ თავდაცვა არის აწეული 85%-მდე. მაგალითი სირია, უკრაინაში გადასცემული, ბატონის ბრიგადა და მესამე ბრიგადა. ასე რომ თავისი ძალიან დიდი ბოდიში დაეტოვონ თავის ადგილზე. მადლობთ ზარისთვის, გარკვეულწილად გეთანხმებით, მაგრამ ის რომ დიალოგი არ გქონდეს რუსეთთან, რაღაცა მოლაპარაკება, რაღაცა ხერხები, არ საერთოდ აი ამდენი 13 წელი გავიდა, ერთი პარლამენტის ხდომა არ ჩატარებულა ოკუპირებულ მიწებთან დაკავშირებით. რა გეგმა გვაქვს ხალხს რო უთხრან, როგორ შეიძლება ერთხელ ჩავიდნენ, ხატი გადააბრძანეს ბატონმა დავითმა თარხალმოურავმა და ირმაინაშვილმა და თელი ამბავი აქ ატყდა. ნაცებმა და ქოცებმა ატეხეს პრორუსული და რაღაც ჯანდაბა, რომ რაღაცა დიალოგის შემდგარიყო და დავახლოვებოდით, ბიჭო, საუკუნეები ერთად გვიცხოვრე ამ აფხაზებთან ერთად და რა გახდა, რომ კიდე დაველაპარაკოთ და კიდე ოსები თითქმის ასიმილირებული იყვნენ. შევარდნაძეს ჩააჩეხინეს, მე ის რა ქვიოდა, სავაჭროის დრო იყო. შვენივრად მიდიოდნენ, მოდიოდნენ, ურთიერთობა ქონდა. არა, ლაპარაკზე არ არის აქ საუბარი, ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ ყველას, არ ვიცი, საათს არ უნდა იყვნენ, როცა საქმე ეხება ჩვენი ტერიტორიულ პრობლემებს და ქვეყნის ტერიტორიულობას და სუვერენიტეტის დაცვას, ყველას უნდა ვესაუბროთ ამ თემაზე, არა აქვს მნიშვნელობა ეს. მოსკოვში იქნება, სოხუმში, ცხინვალში, თბილისში, ვაშინგტონში თუ პეკინში, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენ ყველგან უნდა ვისაუბროთ იმაზე, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ აღიაროთ ეს ტერიტორიები და დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ იქ, სადაც ჩვენ ტერიტორიაზე ორი საელჩო არის გახსნილი. დაახურონ ეს საელჩოები, წაიღონ ეს აღიარება უკან და იქნება თანამშრომლობა. არ არის პრობლემა, დავილაპარაკოთ მერე. ამ პრობლემას პარიტეტული უნდა იყოს. თუ ჩვენ რაღაცაზე ბოდიში მოსახლეები გვაქვს, ოფიციალურად მოიხდის ქვეყანა, იქიდან რა შემოთავაზება იქნება აქედან, სახალხო დიპლომატია უნდა ჩაერთოს, ურთიერთობები აღდგეს, ესე დაპირისპირებით არაფერი არ გამოვა და ამ ერთი განცხადებით, რომ მიდით აღიარეთ. არა, ნუ ეხლა დავიწყოთ ურთიერთობა და რა. ეგ ნახდათ პუტინის აზრი არ არის, ეგ არ ვიცი რა არის ეს, რას ნიშნავდა ეს განცხადება ნამდვილად. ჩაგჭრა რა, პირდაპირ ჩაჩეხა და გისმენთ. საგამომშვიდობის მეგობრებო, იცით რა, და აუცილებლად რა თქმა უნდა თქვენ მართალი ბრძანდებით თქვენს ანალიტიკაში. რა თქმა უნდა ძალიან რთულია დავიწყოთ ახლა ეს რუსეთთან საუბარი სამაჩაბლოზე და აფხაზეთზე და ასე შემდეგ რომ ჩვენ ვაღიაროთ და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა არ მოხდება და ლავროვმა ეს ყველაზე უკეთესად იცის, ყველაზე უკეთესად ლავროვმა იცის, ეგ ამას ქართველები არ დააკეთებენ. ეს ერთი და მეორე კიდე ჩვენ ახლა ვართ ისეთი სიტუაციაში ძალიან დასუსტებულები ვართ ჩვენ. რეალურად ჩვენი სახელმწიფო არის დასუსტებული. ჩვენ ხო ამას ვხედავთ, არა? რაც არ უნდა ვიხტუნაოდ და რაღაცა გავიფრთხილოთ, ჩვენ ვართ სუსტი ქვეყანა დღეს. ასეთი სუსტი საქართველოს მე მგონი არასოდეს არ ყოფილა. ერეკლების ბოლო წლების დროსაც კი არ იყო ასეთი საშინელი მდგომარეობა საქართველოს როგორც არის დღეს. და მე იცით რა მაკვირებს ყველაზე მეტად ჩვენ ვაპარაკობთ აფხაზეთზე და იმაზე კი არა აგეთ სპირტინი უნდათ რომ კიდე ორი ანკლავი გაგვიხადონ ეხლა ჩვენ შეგვიძლია რომ კიდე რაღაცაზე ვიფიქროთ ჩვენ უნდა პირველ რიგში მოვიშოროთ ეს პრობლემა რომელიც ჩვენმა მთავრობამ და ჩვენ შეგვიქმნა მე ასეთი მთავრობა არ მინახია რომ მთავრობა უქმნიდეს პრობლემას თავის მოსახლეობას, კაცო, გადავირია. ყველა მთავრობა მაგას აკეთებდა, ხალხმა არა უქმნიდეს მას. ჯერ ეს ერთი, მე მიმაჩნია რომ ეს უპირველესია რომ ჩვენ მიზანი, აი
ჩვენი ქართველების მიზანი არის დღეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ამ არაბული ქალაქების შენებლობა ეს ერთი. მეორე, უკვე გადავიდეთ იმაზე, რომ რუსეთთან თავიდანვე ჩვენ არ შეგვიძლია ესეთი პოზირება, რომ ჩვენ ვარ და ჩვენი ნაბადი, ესე არ შეგვიძლია, გინდა დამითანხმეთ, გინდა არა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საუბარი უნდა დავიწყოთ მტერთან. ყველა მტერთან უნდა დავიწყოთ საუბარი. ხო ვთვლით, რომ რუსეთი მტერია, ხო და დავიწყოთ მასთან საუბარი. უნდა ვესაუბროთ, უნდა მოვნახოთ საერთო რაღაცა ინტერესები, საერთო სტრატეგია, ჯერ ამაზე ვისაუბროთ. დავანებოთ თავი აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენ ვაღიარებთ თუ არა და ვუთხრათ რუსეთს, რომ იცით რა, ეს ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენ ვაღიარებთ ამას თუ არ ვაღიარებთ, ეს ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენზე არის დამოკიდებული და ჩვენ ვითანამშრომლოთ, ვილაპარაკოთ სხვა თემებზე, რომელიც ორივე სახელმწიფოს ჩვენ გამოგვადგება. და მერე უკვე პროცესი უნდა წავიდეს ისე, რომ როდესაც შენ მოაბრუნებ რუსეთს და დაანახო, რომ მისი მტერი არახა და ქართველები საერთოდ არავის არ მტრობენ. მართალი რო გითხრათ, არასოდეს არა, ქართველს უმტრობს, თორე სხვას არ არის. ერთმანეთის ჭამისა რა. და ამიტომ ვიძახი, რომ ჯერ დაველაპარაკოთ იმ ტეს, მოვნახოთ საერთო გზები და მერე იქნება თვითონ წამოვიდნენ იმაზე, რომ რა ხდებით, არა, იმათაც სჭირდებათ რაღაცის გადაწყვეტა, გესმით? ეხლა ისინი შემოაგდებენ დროისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა მე რო ყოფილიყავი რუსეთის პოლიტიკაში, არა, აი რო ყოფილიყავი, მე ერთი უტვინო ქალი. აი უბრალოდ მე იმისთვის, რომ ჩემი იმიჯი ამეწია, მე პირიქით გავაკეთებდი იმას, რომ საქართველოს დაუბრუნებდი ორივე ამ ტერიტორიას. სერიოზულად ვიძახი. და ამით მოვიგებდი თელ მსოფლიოში სახელი მექნებოდა და ეხლა ისინი ასე არ ფიქრობენ. ამიტომ მოდით გავაკეთოთ ჩვენი საქმე. წყნარად მშვიდ და დაველაპარაკოთ იმ ტერს, გამოვნახოთ საერთო ენა, იქნება რაღაცაზე წამოვიყვანოთ ესენი და ჩვენც ვიხეიროთ, ისინიც ვახეოთ და იქნება ჩვენ ბოლოს გამოვფლიჯოთ პირიდან ეს ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ აქ ისეთი პრობლემები შეგვექმნა, კიდეც თავიდან არ ვიცი მე რა ვერ გავიგე საიდან გადმოხდა ეს პრობლემა, რატო უნდა მომხდარიყო ჩემს ქვეყანაში, ჩემი ხალხი, ჩემი მთავრობა კიდეც მიწებს, კაცო რა, საერთოდ გადავირიე უკვე და არ ვიცი ახლა ბატონებო რა სიტყვით, აბა ეს არის ჩემი სათქმელი, დიდი მადლობა. ნეტაი ქალბატონო, თქვენ რომ აზროვნდეთ, ესე გონივრულად აზროვნებდეს უმეტესობა საქართველოში უკვე დაბრუნებულიც გვექნებოდა ჩვენი ტერიტორიები და პოლიტიკაც აწყობილი იქნებოდა ქვეყანაც, მაგრამ როგორც კი ერთი ქართველი როგორა თუ გამოჩნდა კარგი, ყველა მერე შეესება და დაკორტნიან ერთმანეთის ჯიბზე, სწორებ ძალეთ რომ ჩვენ არავის დამტრობთ გარდა ქართველები ერთმანეთთან. აი ესაა ჩვენი უბედურება, შიდა გამყიდველობა, შიდა ქიშპის, შიდა მტრობა, ის რომ უბრალოდ აგერ აქცია თქვენ თუ იყავით ჩვენ აქციაზე, აქციის ჩატარებას ვაპირებდი და რამდენი გამოჩნდა რომ თქვენ რატო ატარებთ აქციას, მე უნდა ჩავატარო, კაცო, შენ ჩაატარე, შენ დალოცვილო, რაც მეტი ხალხი იქნება, რაც მეტი ადამიანი გამოვა, რაც მეტი პროტესტს გააკეთებს, ეს ხო ჩვენთვის არ კეთდება, ეს ქვეყნისთვის და მომავლისთვის კეთდება ხალხო. რა უბედურება გჭირს ამისთანა რომ არიქა შენ რატო არა რამე არ გაგვიკეთებია, არ გვიბრძოლია, არ გვიყვარს ჩვენი სამშობლო თუ რატო არ გავაკეთოთ, ერთი ვერ გავიგე გვითხრან, აი ამიტომ რომ თქვენ გამყიდველები ხართ და რა გავყიდეთ გვითხრან. გისმენთ ზარი? დიახ. მოკლედ ბატონო, გისმენთ ახლა და ცოტა მეცინება. ცოტა რატო აქციაზე გამოვედი თქვენთან, მოგესმენთ დამასრულებინეთ. აქციაზე ვიყავი და მე მგონი ყველაზე ახალგაზრდა მე ვიყავი. სადღაც 1000 კაცი იყო და 44 წლისა ვარ ბატონო და მე მგონი ყველაზე ახალგაზრდა. მე ეგ სასაცილოა. სასაცილოა, რატო გვიკვირს, როდესაც ლავროვი მაგას იტყვის, რატო გონია რომ თქვენ ახს ვინმე არ უყურებს, სხვა ახს არ უყურებენ. ხედავენ რომ ქვეყანაში არაა ისეთი ფონი ბატონო, სადაც ეროვნული ხალხი არ არის. აგერ ვიყავით პენსიონერები იყო, დედა ჩემი მახსა პენსიონერი ქალბატონი, მე ვიყავი და 1000 კაცის გარდა რანაირად არ მოვიდა.
ბატონო ჩემო ეგ უბედურება სასაცილო როგორ არის ქვეყანა იყიდება და ეს ახლა ჩემ სიტყვას მოეკიდებით მაგ სასაცილოს არის და რატო უნდა გვიკვირდეს არ გვიკვირს ჩემო რატო უნდა გვიკვირდეს რომ ლავროვი მაგას იტყვის ამ ხალხს არც საკუთარი ქვეყანა უწყავს ეროვნული ხალხი არავინ არ არის და ქვა უხლიათ თავშიო რა ჩვენ როგორ მოვიქცევით მაგაზია დამოკიდებული როგორ მოიქცევიან ისინი ჩვენ ახლა მოვთხოვოთ ადგნე და უცებ ხვალ და აფხაზეთი დაგვიბრუნონ ეგეთი რაღაცა გამორიცხულია არც იმ ქალბატონს ვეთანხმები აი მაგათ ადგილასო ქულებს დაიწერდნენ ასე მოიქცეოდით ჩვენ ისეთი უმადური ხალხი ვართ ეგრე გამოვდივართ ბოლო წლებიდან გამომდინარე რომ მართლა რუსეთმა რო დაგვიბრუნოთ მაინც ევროპას ვიძახოდეთ იქნება რა ევროპა დაიწვას რა შემჭირდება ევროპა რომელსაც საკუთარი ხმატკი არ გააჩნია რასაც გაიტყვის ამერიკა იმას აკეთებენ ყველაფერს. აგერ მოლაპარაკებებზე რატო არ ღებულობდა მონაწილეობას ევროკავშირის და ხალხი რატო არ იყო ის ბილთვი პრეზიდენტები თუ წამყვანი ფიგურები არავინ არ იყო, ვინ იყო? ზელენსკი, ტრამპი და პუტინი მორჩა რა. ყველანი ფეხებზე დაიკიდეს. ჩვენ კიდე ევროპას ვიძახით. ჩვენ არაფრის ღირსი არა ვართ, სანამ ეს ეროვნული ხალხი არ ადგება და სხვანაირად არ დაიწყებს ხედვა. არც ოპოზიცია გვყავს ატრონი ჩვენ არ გვყავს და დაღუპულები ვარ. ეგ არის სამწუხაროდ ჩემო კარგო, რომ ახალგაზრდობას ისე აურიეს ტვინი და გონება, რომ იცით რა, არც ევროპა კი არ უნდათ ახალგაზრდა ფიქრობს სკოლას დავამთავრებ, მერე ინსტიტუტს და წავალ ამ ევროპაში და რაღაცას ვიშოვე. იმიტომ რომ იცის რომ ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვს. პერსპექტივა არ აქვს და რა გააკეთოს, რა ქნას უნდა იქ შეიძლება სულ არ უნდა იქ წასვლა აჯანდება უნდა ამ ქვეყანაში იცხოვროს და ოჯახი შექმნას და რაღაცა შემოსავალი კონდეს თავისი შრომის და დამსახურების მიხედვით რაზე წავა იმ ევროპაში შეიძლება დასასვენებლად წავიდეს გასასეირნებლად და საცხოვრებლად სადღაც ვიღაცასთან ჩასვლა რა უბედურება ვის ჭირდება ეგა თავის ოჯახში და თავის სამშობლოში ყოფნა არ ურჩევნია, მაგრამ პირობებს არ უქმნის ეს ხელისუფლება. დღეს აი ხომ მოусმნი რა ტყილები თქვა ჩვენმა პრემიერმა. მიწას არ ვყიდითო, კაცო. მაგრამ აი მიწაზე შენობა ნაგებობები სადაც არისო, ეხლა იქ ბასეინებს გააკეთებენ, სტადიონებს გააკეთებენ, სასტუმროებს ააშენებენ, მაღაზიები ექნება თავიანთი ეს მიწა ესე იგი მაგათია. აბა ეხლა სხვის მიწაზე ხო არ აშენებენ, ოფიციალურად ყიდულობენ და აშენებენ. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი. მიწა და რაც მიწას შეეხება, ეს არ ვიცი, აფხაზეთში იქნება, ცხინვალის რეგიონში თუ სხვაგან გონიოში და იმაში, კწანიში, ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის და ჩვენ სამწუხაროდ ჩვენმა არსებულმა ლიბერალურმა კანონებმა საშუალება მისცა უცხოელებს ასე იქცეოდნენ როგორც ახლა იქცევიან სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არ არის ხო რაც ხა გონიოზე და იმაზე გააჟღერეს რა თქმა უნდა აქ არის ჰექტრობით მიწები მაგალითად აქვე ბაზალეთში 200 ჰექტარი მიწა არის ებრაელების ხო არა იქაც არაბები არიან ეხლა ხო და ეხლა ხო და სამწუხარო ის არის რომ ეს ხალხი მე ჩამოდის თავისი თანამემამულეები ჩამოყავთ აქ და აქ ნაწარმოებ პროდუქტს ისევ საქართველოში ყიდიან წარმოიდგინეთ და აქ ან თუ აქ ვერ იპოვეს მუშახელი ისევ თავისი ხალხი ჩამოყავს ისედაც ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და ეს პროცესი გრძელდება დღესაც დღეს უნდა შემოუშვით ზარი ალო დიახ ალო ისმის ჩემი ხმა დიახ ისაუბრეთ დიახ მოგესალმებით მივესალმებით თემსტუმარ გამყარდათ მოგესალმებით ეხლა არ ვაპირებდი დარეკვას მაგრამ რა შეეხება საერთოდ გამოდიან ეხლა გამოვიდა ქალბატონი და ის წინათაც და ერთი რამე გვაქვს ჩვენ ამოჩენებული კაცო მოვილაპარაკოთ რუსეთთან მოვილაპარაკოთ შევანაძე და დალოცვილებო მოლაპარაკების და ბოდიში და ერთი ადგილის კორსის გარდა რა საკეთებდა რუსეთთან ამდენი წელი მაგრამ რა გაგვიკეთა ჩვენ საერთოდ ისტორიაში არ არსებობს მოლაპარაკებით და მოფერებით რუსეთმა რამე რომ მოგწეს რუსეთს უნდა ძალა ანახო ან და თვითონ უნდა დასმოს
არც ერთ აკეთებს და არც მეორე არ აგვაქვს შვილების სასწავლება და რა იჩენებენ მოვიდარბაგოს შავარნაძე საერთოდ ფართულ მიწაზე არ უნდა იწვეს ის უნდა ამოიღოს და უნდა გადააგდოს შავარნაძემ გააკეთა ყველაფერი და რაღაც იჩენებენ ამ მოლაპარაკებას ბადოთ სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს ჩვენ არა გვაქვს ბატონო ჩემო რომ 93 წლიდან მოყოლებული გინდა ამერიკის საელჩო გინდა ევროისა კავშირი გინდა ყველა გვეუბნებოდა რუსეთს დაელაპარაკეთ გასაღები რუსეთში დევსო როგორც კი ცოტა ლაპარაკი დავიწყეს ატეხეს თელი ამბავი რუსეთუმე და რაღაც ჯანდაბა არ უნდათ ეს მოლაპარაკებები თორე რატო არ შეიძლება დალაპარაკება რა სიტყვი არ ვიცი ყველა იმ ქალბატონს აკრიტიკებს ბოლოს რო დარეკას ძალიან საინტერესო ქალბატონია და ძალიან სწორი ხედვები აქვს ხშირად გვირეკავს და მე ძალიან მომწონს არ ვიცი დარწმუნებული ვარ იქაც მიტინგზე იქნებოდა ქალბატონი გონიერი ადამიანია და მადლობა მინდა უთხრა მას და მინდა ვთქვა რომ ლაპარაკი აუცილებელია მაინც უნდა ვთქვა იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კოზირი ის რომ ეს ქვეყანა კაია თუ ცუდია ისწრაფვის ნატოსკენ ის რომ აუცილებლად ჭირდება რუსეთს რკინიგზა რომელიც მიიყვანს სომხეთამდე ახლო აღმოსავლეთამდე თურქეთამდე ყველგან და რუსეთი იმის გამო რომ ეს გზა არ არსებობს კარგავს მილიარდებს რაღაც ათეულობით მილიარდი არ ვიცი დათვალეს სპეციალისტებმა დაკარგა რუსეთმა 32-33 წლის განმავლობაში რომ ეს მას მერე რაც პრაქტიკულად ეს გზა არის დაკეტილი და ამიტომ ნუ ვიტყვით იმას რომ ჩვენ არა გვაქვს ხელში ის რიჩაგები რომელიც გამოყენებაც შეგვიძლია უბრალოდ ლაპარაკი არის დასაწყები და მე პირადად შევხვდი ლავროვს 2017 წელს როცა ვიყავი საჯარო დიპლომატიის საერთაშორისო ფონდის დირექტორი მაშინ ფონდის დირექტორებთან ჰქონდათ შეხვედრა და უთხარი რომ რაღაცნაირად უნდა დავიწყოთ ლაპარაკი მაშინ არ იყო არც ავიახაზები, არც ეკონომიკური თანამშრომლობა, ყველაფერი იყო დაკეტილი. თუ გვახსოვს ძალიან ძიმე პერიოდი იყო. მე ვუთხარ რომ თქვენ აქ არ ჩამოდიხართ, ჩვენი ხელისუფლება იქ არ ჩადის და რაღაცით მაინც დაიწყეთ პირველი ნაბიჯით. თუ და ლაპარაკი უნდა დავიწყოთ ჯერ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, იქ მე რაღაც საერთო პროექტებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე, ყველაფერი. ესო თქვენი ბრალიაო, ყველაფერი აქეთ დაგვაბრალა. შევარდნაძის დროიდანო, ჩვენი ტერორისტებიო გადმოდიოდნენო. საზღვარზეო, თქვენო უშვებდითო, იქო მკურნალობდნენო და მე ბრუნდებოდნენო უკან და მე უპასუხე, მე ვუთხარი, შეიძლება ჩვენ მესაზღვრეებს ეძინათ, მაგრამ თქვენი მესაზღვრეები რას აკეთებდნენ, როცა უშვებდნენ ამ ტერორისტებს, მე ვუთხარი საქართველოს ტერიტორიაზე და არ ამგონია ხა გილაევი, რადუევი, ბარაევი, მაკაშარიპოვი და აბუ ალვალიდი ქონდათ რაღაც დოკუმენტები, რომლებითაც საზღვარს კვეთდნენ და მათ ყავდათ, მე ვუთხარი, კარგი წინამძღოლები, ვინც კარგად იცოდა ადგილები და გადმოყავდათ ესენი აქით და მკურნალობდნენ თუ რა შვებოდნენ, არ ბრუნდებოდნენ იქით, მაგრამ თქვენი მესაზღვრეები სად იყურებოდნენ მეთქი. ნუ ეს ცოტა ზარია და კი ხوار შემოუშვათ. კი, ვისაუბრეთ. გამარჯობათ მეგობრებო. გამარჯობათ. დაიწყოთ 2008 წელს თქვენს გეცნობოდა ვიცი და გეხსოვებათ. ზურაბ წერეთლის დაბადების დღე სადაც ზურაბ წერეთლის დაბადების დღე ხო ზურაბ ქართველები ინტერესის წარმომადგენლები იყვნენ იქ და ყოველთვის შეკითხვა ჩვენი ურთიერთობები ცოტა ცუდად ისმის ცოტა ტელევიზორს რომ მოშორდეთ შეიძლება საერთოდ და განაცხადა რომ ქართველებთან ყოველთვის შეიძლება ყველაფერს ლაპარაკი. ჩვენ რა გავაკეთე? არაფერი. შემდეგ იყო მარვილაკი. შესთავაზა აბსოლუტ გაითიშა მე მგონი იმ თემას ამუშავებდა რომ იქიდან იყო რაღაცა თანხმობები და ჩვენ რა გავაკეთეთო ანუ ჩვენ რუსეთს ვაგინებდით და რუსეთიდან რაღაცა იყო ნაბიჯებიო რაღაცა როდისო ეს რომელ წელს 2008 წელს ზარია ისევ შემოუშვა გისმენთ ისაუბრეთ
ო გაითიშა გისმენთ ისაუბრეთ გამარჯობა ბატონო გაგიმარჯვეთ ეთერში ხართ მე რამე დავთქვა მე ხშირად უყურებ თქვენ გადაცემას საერთოდ ყველა ტელევიზიას ყველა ტელევიზიას და ჩემონალის ვაკეთებ საბოლოოდ მე დასვენა გავაკეთე ასეთი რომ ყველაფერი პრობლემის ავანჩავანი საშინაო და საგარეო ავანჩავანი არის ივანიშვილი ის სადადრაგ დაფაზე ზის როგორც მეტე დედოფალი არც ხედრები არც არც არაფერი მარტო ტაიკები ყავდა ვისაც საერთოდ უნდა ისი ათამაშებს ყველანი არიან ესენი გამხმოვანებლები ვინც არიან ეს 100 ლარიანი მთავრობა არის გამხმოვანებელი ეს ვიცემი კი გისმენთ ისაუბრეთ ხო აი ტელეეკრანზე არაჩვენებს როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკაში მხოლოდ ივანიშვილია ეს არის პუტინის ნაცვალი მას კიდე უარესად უნდა დაასუსტოს საქართველო რომ როგორმე ქართველმა ხალხმა გამოთქვა სურვილი რუსეთთან შეერთების აი ამის მიღწევა უნდა ნაბიჯი ხედავთ როგორ ადგას ნაბიჯებს რუსეთისკენ ეგ არის პუტინის ნაცვალი მოადგილეა პუტინისა საქართველოში იმდენად მიიღოს რომ ყველა დათანხმდება რუსეთთან შეერთებას აი ეს არის ჩემი აზრი მე უყურებ წლებია განმავლობაში თქვენ ტელევიზიას პატელენს და როგორ წარმოგიდგენია ივანიშვილი ეს არის ყველაფერი რუსეთთან შეერთება როგორ წარმოგიდგენია ეს უნერების პერიოდი პირველ რიგში 20 ლარი მე რამდენები 1400 60 ხო 60 ჯერ ნაკლებია 20 ლარი შედავთ რასაკეთებ ეს უნერების დახოცვა უნდა ბავშვების ქართველების არა აზერბაიჯანელების და სომხები რომლებიც საქართველოს ცხოვრობენ არამედ პირადად ქართველების დახოცვა უნდა პირადად ივანიშვილს ეგ არის გარუსებული პუტინის მოადგილე საქართველოში მადლობა ყურადღებისთვის ისიც უნდა გეთქვათ შეერთებას რას ეძახით რომ რუსეთისკენ რაღაცა ბრიქსი და მრიქსი და ესეთი თუ გამოგწყვიტავენ და ესე ტერიტორიას წაიღებენ რუსეთს საქართველოს აინტერესებს მარტო სამხედრო თვალსაზრისით მეტი რისთვის უნდა ხა 3 მილიონი ქვეყანაში რისთვის უნდა გაინტერესებდეს ეკონომიკური თვალსაზრისით შემსყიდველობითი ეგეთი თვალსაზრისით არც ერთი ქვეყანა არ გვიყურებს ჩვენ ეს არის პოლიგონივით უნდა იყოს აქ ამერიკასაც უნდა რომ ჯარი ყავდეს და აგერ ტრათulis ირანს და მას და აქედან ლოჯისტიკა კარგი იქნებოდა რუსეთსაც იგივე თურქეთს უყურებს მტრად და მეტი ახლა რისთვის უნდათ ტერიტორია უნდათ და ამისთვის იბრძვიან რომ ვინ შემოვა აქა ხო და აი ეს არ უნდა დაუშვათ და ამაზე იყო ის მიეძღვნა ის აქცია რომელიც ჰქონდა 30-ში და მართლაც კი 1000-ზე მეტი ადამიანი იყო მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა იმ პრობლემისთვის რომ დავანახოთ სოფლიოს რომ ჩვენ მართლა გვაწუხებს ჩვენი მიწები და ჩვენი ტერიტორიები და რა ვიცი ის რაც ჩვენს ერს ეკუთვნის და არც ერთ მთავრობას და სამწუხაროდ დღეს დამკვიდრდა სულ სხვა გარემო შეიქმნა ქვეყანაში სადაც ფული ქმნის თურმე მხოლოდ რაღაც იდეალებს ფული ენაცვლება ყველანაირ ღირებულებას იქ მუშაობას სწავლას მეცნიერების მეცნიერების დაუფლების წყურვილს ხო სულიერი არაფერი არ არის თურმე თავარია ეს ფული და ამ ფულზე დახარბებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს რომ თურმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილები უნდა გადავცეთ არაბებს, ინდოელებს, პაკისტანელებს, გარეჯი, ეგერ აზერბაიჯანელებს, სომხებს, ყველას მიაქვს მიწა, სპარსებს, თურქებს და მე რას ვხედავთ, მაგალითად ხევში ხაც ვცელდება ვიდეო, რომ ჩვენმა წინაპრებმა აღმართეს დიდი ჯვარი და მის ქვეშ არაბულად წერია, იქ რაღაც მოწოდებებია, რომ ეს ქვეყანა თურმე ამათია და ამას აწერენ პირდაპირ ჯვარზე. ხვდებით ხო ისევე ყაზბეგში იქ სადაც მთავარი ტერასაა გადასახედი მთელი კავკასიონი რომ მოჩანს მის ქვეშ არის გახსნილი რაღაც კაფე ბოლო ხმაზე ისმის არაბული მუსიკები შორს რაზე წავალთ აგერ ჯვარზე რო ახვალთ
ვიღაც არაბებს აქვთ გამოჩორკნილი, წარმოგიდგენთ, მე-6 საუკუნის ძეგლია, საკულტო ნაგებობაა და ესე არის მიშვებული აქ ყველაფერი, რომ იქ რაღაც არაბულ წარწერებს აკეთებენ. აღმაშენებელზე გაიარე, აჭარაში ჯვრის მონასტერზე ხვდებით ხო, რა სიტუაციაში ვართ და ამას უნდა უყუროთ თურმე აქ რაღაც ოლიმპიური სიმშვიდით. ეს არ გამოვა, ოს უნდა იცოდეს ყველა და ამიტომ უნდა დაირაზმოს ხალხი და გამოვიდეს. უნდა ეს ზარია ისევ და არ მინდა რომ ალო დიახ ისაუბრეთ საღამომშვიდობის ბატონებო საღამომშვიდობისა დაგვიბრუნეთ ტერიტორიებიო რუეუნებიან რუსებს მოულაპარაკებლად ლანგრის მიერთმევენ ტერიტორიებს ესეთი თუ გონია გისმენთ ქალბატონო დაგვიბრუნეთ ტერიტორიებიო რომეუბნებიან რუსებს მოლაპარაკება არ უნდათ და ლანგრის მიერთმევენ იმებს ქართველებს თავის ტერიტორიებს რა თქმა უნდა არა ესეთი თუ გონია კობახიძეს რომ თავის აშენებულ ქალაქებში არაბები შეიყვანენ და პრემიერ-მინისტრებენ ძალიან წდება. მოიკლავს თავს. ხო, ძალიან წდება. შეიძლება წვილიც არ შეაყოთ იონჩიგნი. რა თუნდა ქალბატონო, იქ აქაც მშვენივრად არის. მანდათ ისე დასჭირდება ხალხის გვერდზე დგომა და მერე უკაცრავად. მადლობა ზარისთვის ქალბატონო. მე ხა როგორ თვლიცი კი ოთარ შეიძლება ცოტა ხალხი იყო იმის და მიხედვით რა პრობლემაც დგას იმასთან შედარებით ცოტა ხალხი იყო ეხლა რამდენ მიტინგ 2004 წლიდან მიშას წინამდე რო ვიწყებდით 1000 2000 3000 და მე გაიზარდა ეს ხალხი მაგრამ აქ ხო ჩვენ არცეც მობილიზაცია არ გამოგვიცხადებია იყო ტელევიზიიდან მოწოდება და ეხლა ვინც უყურა და ვინც მოისმინა, გარდა იმ პარტიული აქტივისა, მოვიდა ხალხი. ისეთ ხალხი, რომელიც შეიძლება პირველად იყო საერთოდ მიტინგზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა გაიზარდოს, ძალიან უნდა გაიზარდოს და უნდა დავანახოთ. აგერ ხედავ სოფიაში 50000 კაცი გამოვიდა და თავრობა გადადგა. აქაც იყო 50000 გამოიყვანეს იმებმა, არასამთავრობოებმა, მაგრამ არ გადადგა მთავრობა. ამ თავრობას რამდენი უნდა გამოიყვანო, რომ გადადგეს. არ გადადგება ეს თავრობა ესე. რაღაც სხვანაირი ჯიბზე არიან. ამათვის ეხლა მსოფლიოს არცალია და რა ვიცი, მოიცალეს ჩვენთვის. იმიწას რო გაყიდი, როგორ დაგიბრუნებს, ბიჭო, შანსი არ არის ნაყიდი, ოფიციალური ნაყიდი მსოფლიოში ყველა სასამართლო გაამართლებს. რომ მე ოფიციალურად ვიყიდე ხელისუფლებისგან მიწა და ვცხოვრობ ახლა. რას ქვია ცხოვრებელს არ მისცემდო. აბა როგორი ცხოვრებს? თან იმაში უწერიათ რომ ინვესტიცია თითულება ის რასაც ბინა 100 200.000-ზე ნაკლებიანი ბინა იქნება იქა. არა მგონია. მერე უნდა ჩამოიყვანონ ექიმები კვადრატული 10-12.000 ვინმე არის გადამხდელი 5000 იყოს კაცო 100 კვადრატული რამდენი გამოდის ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ოთახნახევრიანს ვერ ყიდულობს ქვეყანაში და ეხა ვინ არის გადამხდელი კვადრატულში 10-12.000 მე ნამდვილად არ მაქვს ამის წარმოდგენა და სანამ აქ მართლაც რაღაც ცუდი ამბავი არ მოყვა და ვინმე არ დაიღუპა ამ კონფლიქტში, იმიტომ რომ აქ ხალხი სხვანაირად გამოვა, მე როცა დაიწყება ეს სამუშაოები და ეს ნამდვილად არ უნდა მოხდეს და ხშირია უკვე კონფლიქტები, მაგალითად ბაზალეთში რადიოსადგურის დასახლება როა, ხო იცით 200 ჰექტარია იქ მიცემული, იქ არის პერმანენტული კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასა და ამ არაბებს შორის და ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები იმათ მხარეს დგებიან. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ეხლა არის გავრცელებული შემდეგ საიტები, სადაც საიტებზე არაბები, აქაური არაბები ვინც არიან ეხლა აქ, ეპატიჟებიან თავის არაბებს მთელ მსოფლიოში, ჩამოდით აქ, დასახლდით, ესე იგი, სთავაზობენ ამ ჩვენს მიწებს, წარმოიდგინეთ. ესეთ სიტუაცია გვაქვს. ესე იგი, რაც ხმლით და თოფით ვერ გააკეთეს ფულით და მე ესენი ეძებენ ესეთ ხელისუფლებებს, რომელიც გამყიდველია.
და ამათთან აქვს კონტრაქტები გაფორმებული. ჩვენი დღევანდელი საეთერო დრო იწურება, ჩემო კარგებო, მარხვა დაწყებული ღმერთმა მარხვის მადლი შეეწიოს საქართველოს და ყველა მართლმადიდებლს, მინდა მშვიდობა გისურვოთ, მაგრამ ბრძოლის არ დაწყება და არ განვითარება არ გამოვა, იმიტომ რომ შეუქცევადი რამე შეიძლება მოხდეს და მერე ვინანოთ. ამიტომ გთხოვთ რომ ყველა მობრძანდით და ყველა დაესწარით მიტინგს. ნამდვილად ესეა და რა ვიცი, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და მართლა ამის დანებება ნამდვილად არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველაფერს ვკარგავთ და საკუთარ სახლში აღმოჩნდებით სტუმრებიდან. ნამდვილად არ გვინდა ეს პერსპექტივა არავის. კარგად ბრძანდებოდეთ. ღმერთი იყოს თქვენი შემწე. მომავალ შეხვედრამდე.